საარჩევნო უბნები გახსნილია მარნეულშიც, სადაც მარიამ ქართველიშვილი მუშაობს და ჩვენ მას პირდაპირ ეთერში ვთავთ. მარიამ, რა ვითარებაა შენთან? ამ დროისთვის არც ერთი დაარღვევა მარნეულის 22 საარჩევნო ოლქში არ დაფიქსირებულა. ყველა უბანი შესაბამისი წესით გახსნილია. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ საოლქო კომისიას ამ დროისთვის რაიმე ტიპის ზარი ინციდენტთან ან შეფერხებასთან დაკავშირებით არ მიუღია. მარნეულის 22 საარჩევნო ოლქში დარეგისტრებულია 101,000-ზე მეტი ამომრჩეველი, 81 საარჩევნო უბანია. აქედან 41 უბანი არის ელექტრონული წესით აღჭურვილი ახალი ტექნოლოგიით, ხოლო 40 უბანზე ტრადიციული წესით მოუწევთ მარნეულის მოქალაქეებს ხმის მიცემა. რაც შეეხება უშუალოდ ხმის მიცემის პროცესს, ჩვენ ბუნებრივია გადავიყეთ ერთ-ერთი უბანი, სადაც გაიხსნა უბანი ზუსტად 8 საათზე, მივიდნენ პირველი ამომრჩევლები და ამ დროისთვის რაიმე ტიპის შეფერხებას, როგორც უკვე გითხარით, მარნეულის ოლქში ადგილი არ ჰქონია. მარნეულის ოლქის შემადგენლობა შემავალ უბნებზე სულ ყავს 101,000-მდე დაახლოებით ამომრჩეველი. 91 საარჩევნო უბანი არის მარნეულის ოლქში შემავალი, აქედან 41 საარჩევნო უბანი არის ელექტრონული წესით, განხორციელდება კეჭისყრის პროცედურები, დანარჩენ 40 უბანზე განხორციელდება ტრადიციული წესით. ყველა უბანი ამ ეტაპისთვის გახსნილია, შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს მიმდინარე ეტაპზე უბნის მიერ შესრულებელი ფუნქციები. ერთ-ერთი დიდი ოლქია მაყურებელმა იცის მარნეული 22 საარჩევნო ოლქში. მაყურებელმა მოისმინა, რომ 101,500-ზე მეტი ამომრჩეველი არის დარეგისტრირებული, ელოდებიან მაღალ აქტივობას. ჯამში 81 საარჩევნო უბანია და მოქალაქეებს მოუწევთ, რომ ამ 81 უბანზე მისცენ როგორც ახალი წესით, ისე ტრადიციული წესით ხმა. 41 უბანზე მარნეულის საარჩევნო ოლქში არის ელექტრონული წესით ხმის მიცემა, ხოლო 40 უბანზე იქ სადაც 300-ზე ნაკლები ამომრჩეველი არის დარეგისტრირებული, ან საოლქო კომისიისგან 20 კილომეტრის რადიუსით არის დაშორებული უბნები. იცით, რომ საკანონმდებლო ჩარჩო არის ასეთი, რომ სავალდებულოა ძველი წესით ჩატარდეს საარჩევნო პროცესი. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიაში ასეთი განმარტება გვიხსნეს, რომ მარნეულის ოლქში 41 უბანზე ელექტრონული წესით მოუწევთ ამომრჩევლებს, რომ მისცენ ხმა, ხოლო 40 უბანზე უკვე ტრადიციული წესით შემოხაზავენ იმ კანდიდატს, რომელიც მოქალაქეებისთვის იქნება მისაღები. ამ დროისთვის სრული სიმშვიდეა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ვესაუბრეთ ცოტა ხნის წინ და გვეუბნება, რომ მარნეულის ოლქში ამ დროისთვის არც ერთი დაარღვევა არ დაფიქსირებულა. 7 ვითარებაში მოქალაქეები მიდიან და აკეთებენ საკუთარ არჩევანს. ასეთია ვითარება ამ დროისთვის მარნეულში.